ოპოზიციური ალიანსის გაფორმების შემდეგ 9 პარტიის ლიდერები რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდნენ. პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთეს იმაზე, რომ შეთანხმდნენ ერთობლივ წესებზე, სტრატეგიულ მოქმედებაზე და აიღეს პასუხისმგებლობა, რომ დათქმებს შეასრულებენ. პარტიების ჩამონათვალი ასეთია: ახალი დროა, გირჩი მეტ თავისუფლება, ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი თავისუფლების მოედანი, ფედერალისტები, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ევროპული საქართველო. საინტერესოა რა ურთიერთობები ჩამოყალიბდება ამ ალიანსსა და პროტესტში აქტიურად ჩართულ სამოქალაქო ჯგუფებს შორის. ნინი ბალანჩივაძე შემოგვიერთდება რუსთაველიდან. ნინი, საინტერესოა პოლიტიკური ლიდერებისა და აქციის მონაწილეთა კომუნიკაციის შინაარსი ალიანსის გაფორმების შემდეგ და ამ პოლიტიკოსების პასუხები შენს შეკითხვას. მას შემდგომ, რაც პროდასავლური ოპოზიციური პარტიების გაერთიანება ალიანსში შედგა, უკვე ოპოზიციონერმა ლიდერებმა გადმოინაცვლეს ქვეყნის მთავარ გამზირზე, რუსთაველის გამზირზე, სადაც ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში დგანან საქართველოს მოქალაქეები მთავარი მოთხოვნით, რომ ჩაინიშნოს ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და სწორედ ამ შეთანხმების შემდგომ სიმბოლურიც არის, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები მოვიდნენ ქვეყნის მთავარ გამზირზე. მე დავიწყებ საუბარს ნიკა გვარამიასთან. ბატონ ნიკა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის შეთანხმება, რაც ჩვენ ვნახეთ და ამ შეთანხმების შემდგომ უკვე თქვენ გადაწყვეტეთ მოსულიყავით რუსთაველის გამზირზე. ეს ყველაფერი ერთიანად რომ შევაფასოთ, ერთი არის კოორდინაცია ოპოზიციაში, ეს შეთანხმება, ეს ალიანსი, მეორე არის ის პროტესტი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, სიმბოლური კი არა, ძალიან კანონზომიერია, არა მხოლოდ სიმბოლური ჩვენი აქ ყოფნა, იმიტომ რომ რეალურად მთავარი მოკავშირე პოლიტიკური სპექტრის ქართული საზოგადოებაა და მთავარი, ასე ვთქვათ, გამოხატულება ამ საზოგადოების დგას აქ. რუსთაველის გამზირზე მთავარი მოკავშირე ოპოზიციის სულად გამომივიდა, ალბათ ჩვენ ვართ პროტესტის მოკავშირეები, უფრო ვიდრე პირიქით. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არა ეს უწყვეტი პროტესტი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, რომ არა ბოიკოტი საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მხრიდან. დღეს ჩვეულებრივად იქნებოდა ქართული ოცნებისთვის ცხოვრება იქნებოდა რუტინული, ავტორიტარიზმი და პრაქტიკულად შანსი არ იქნებოდა რამე გამოსულიყო. მე ვფიქრობ, რომ ეხლა ძალიან მაღალია ალბათობა იმისი, რომ ბევრი რამეს მივახციოთ ჩვენი სამშობლოსთვის, პირველ რიგში მის გათავისუფლებას და ევროკავშირში წევრობას. და ეხლა ვფიქრობ, რომ გადაჭარბებული არ არის შემოლოდინი, რომ ოპოზიციის აი ამ ერთობით ალიანსი, რასაც ქვია, მიაღწევს გამარჯვებას ერთად და ერთობა არის დაკვეთა და საზოგადოების დაკვეთას არ შეიძლება პოლიტიკურმა სპექტრმა იგნორირებით უპასუხოს. ეს ასეა. არაერთი ცდილობის მიუხედავად ეს პროტესტი არსად არ წასულა. ვიცით, ივანიშვილს და რეჟიმს ფაქტი არის, იმ რეპრესიული კანონებით, რასაც იღებენ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ აშინებს ეს პროტესტი. მათ შორის მსუბუქად რომ ვთქვათ, არასასიამოვნო იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილის გუნდისთვის ის გაერთიანება, რაც ჩვენ ვნახეთ 1 საათის წინ, იმიტომ რომ მათი პოლიტსაბჭოს განცხადებაშიც საუბარი იყო სწორედ ამ ოპოზიციურ ხო, ეს ეთყობოდა წინსწრებ განცხადებებსაც და ეს ეთყობოდა დღეს სამთავრობო მედიის რეაქციასაც. მე ამაში დარწმუნებული ვარ. მე არ მაღელვებს მართალი გითხრათ ბიძინა ივანიშვილისთვის სასიამოვნო რა იქნება და უსიამოვნო, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შედეგები დავდოთ და რაც შეიძლება სწრაფად. ეფექტიანობა, ეს არის განსხვავება ამ ერთობას, ანუ ალიანს შორის და ნებისმიერ სხვა ფორმატს შორის, რომელიც აქამდე ყოფილა. ნიკა გვარამიას კოალიციას სრულებისთვის ერთ-ერთ ლიდერს უსმენთ ჩვენ პირდაპირ ეთერში. მე ოპერატორს ვთხოვ, რომ გამოვყვეს და გიგაბოკერიას უკაცრავად პირდაპირ ეთერში ვართ, გავესაუბრები იმ ერთიანობაზე, რომელიც შედგა 1 საათის წინ დაახლოებით, ერთიანობაზე, რომლის მოლოდინიც არსებობდა პრინციპში ხომ საზოგადოებაში და მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციის გაერთიანებას, ხომ იყო არაერთი მცდელობა გაერთიანების. ახლა რა გაქვთ თქვენ საზოგადოებისთვის მთავარი? რატომ უნდა იყოს დამაჯერებელი ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერა? იმიტომ რომ ეს მადლობა კიდევ ერთხელ ოპოზიციის ალიანსი, რომელიც დღეს გაფორმდა, არსებითად
იმით არის აღსანიშნავი დამატებით, რომ ეპყარება სტრატეგიაზე შეთანხმებას, ანუ შინაარს და ურთიერთობის წესებს. ანუ ამ თვალსაზრისით ჩემი აზრით უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო არის. იმ საერთო ეროვნული ამოცანის მიღწევას, რასაც ქვია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და შემდეგ ჩვენი სრულფასოვნად დაბრუნება თავისუფალ სამყაროში, სადაც ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობა იქნება დაცული და სადაც საქართველოს იქნება თავისუფალი ქვეყანა, ჭირდება ქვეყნის შიგნით დემონსტრირება იმისი, რომ ოპოზიციურ პარტიებს, რომელიც ძალიან განსხვავებულები არიან და ამ თავის იდენტობას ართმობენ და არ ერწყმიან ერთმანეთს, შეუძლიათ ერთად მოქმედება სტრატეგიული ამოცანების მისაღწევად. ეს გზავნილი ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც, იმიტომ რომ იმ წნეხისთვის, რომელიც ხორციელდება დღეს ივანიშვილის რეჟიმზე, როგორც რუსეთის მოკავშირეზე, ეს ფაქტორიც მოქმედებს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალების მზაობა და მათი ფორმაში ყოფნა, რომ ერთად იმოქმედონ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხზე განსხვავებული აზრი აქვს. სწორედ ეს ბალანსი არის დაცული ამ ოპოზიციის ალიანსში და ამ თვალსაზრისით მიმაჩნია ეს მე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯად ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანის მისაღწევად. ბატონო, მადლობა. გიგა ბოკერიას უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. მას ასე პოლიტიკური განაცხადი უკვე გაკეთებული არის 9 პროდასალური ოპოზიციური პარტიის მხრიდან. ისინი ლიდერები იმყოფებიან, როგორც უკვე გითხარით, ქვეყნის მთავარ გამზირზე, რუსთაველის გამზირზე და ამბობენ იმას, რომ ეს გაერთიანება და შეთანხმება და კონსულტაციები მათ შორის გააგრძელდება სამოქალაქო საზოგადოებასთან და შეიქმნება დიდი წინააღმდეგობის კერა, რომელიც უკვე განახლებული წესებით იბრძოლებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.